ბასკა დაახლოებით იმ ხომიყვებით ახლა პანაშვიდის სურამში ორი ავთო ახლა მამაჩემი და მამაჩემზე ისტორია ხო არ მელევა საერთოდ და მონტიორი იყო ერთი საწყალი ცხონებული ავთო გარდაიცვალა ტექნიები რა და ჩვენი სახლის ტელეფონი იყო 271103 და ელქსელები იყო 0311 რა ანუ სურამში მუშაობდა ელქსელები ყველაფერი ტელეფონი და ყოველთვის გვირეკავ დენჯო გაითიშებოდა ავთო ჩართე დროზე და რა ვარ თქვენი აგირებდა გარდაიცვალა ცხონებული ელქსელების ავთო და ატომღაც გაბაზდა რომ მამაჩემი გარდაიცვალა და ავთოს მაგრათაშინია მამაჩემს სიკვდილის რომ ის არაშინია მე გიждდება ის არაშინია მაგრამ ერთი გამოთქმა აქვს როგორი წარმოიდგინე ღმერთო ჩემს სიკვდილს არ მომასწრო ღმერთო ჩემს სიკვდილს არ მომასწრო ამ მიყვარს არ ვიცი ვასკას მომასწრო ის გოჭიც ვერ შეიცვალო ის გოჭი საღა ის ტახია უკვე დარბის გლიჯავს ყველაფერს აი ეშვებ არა და 4 წელია ცდილობს ვასკარო გაგვაქვს ხოდა მოკლედ ზოგმა გაიგო ის საწყალია ცხონებული ის რა ქვია გარდაცვლილი და ზოგს მამაჩემი გონია და მამაჩემის თანამშრომლის მეუღლეს ერთ-ერთს რა გონია რომ მამაჩემი გარდაიცვალა და საწყალი ქალბატონი მოდის და აი დიდი ვარდები უჭირავს ხელში და მამაჩემი რო დაინახა შოქში ჩავარდა გარდაცვლილი გონია და ეს ვარდები გაუვარდა ხელიდან და თო და ხონ სანსიხარულ თანშიში წარმოიდგინე და მამაჩემს ყავს ძმაკაცი ერთი მირზა მაგარი კაცია და რო დაინახა რომ ეს ქალი ძალიან ტირის და შეწუხდა ვასილიჩ ბიჭო მიდი დახვდი ზალაში სირცხვილია მაგის